ალბათო ნომე ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერა. აი ის რომელიც ზუსტად ასახავს იმ გასაოცარ სითბოს და ატმოსფეროს, რომელიც ხილისში ტრიალებს და რომელიც ასე გვეძვირფასება. და ზუსტად აი ამ განწყობას ეხმიანება თქვენი ცნობილი სიმღერა მეორე ლეგენდა. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის. აი ხარით გალტონო. მე მინდა მოგილოცოთ თქვენ არაჩვეულებრივი გამოსვლები. იმიტომ რომ მე თითქმის ყველა ვიცი ის, ვინც მღერის, ვისაც ხმა აქვს, ვინც მუსიკალურია. აი ვერაფრით ვერ გამოვიცნობდი, რომ ეს თქვენ იყავ. თქვენ ვინ არის გულისხმობთ? მე ვამბობ ვინ არის. დიდი მადლობა. იმიტომ რომ ეს იყო აი საოცრება მართა ჩემთვის იყო. თქვენი შეფასება არის განსაკუთრებით ძვირფასი. აუცილებლად ამამდე გაიმარჯოს, იმიტომ რომ ყველა გამოსვლის დროს სხვადასხვანაირად ასრულებდით იმ ნაწარმოებებს, რომელსაც ვღეროდით. ასე რომ მე ურმესი მადლობა თქვენ გაიხარეთ. ახლა გადავიდეთ ჩემს მეორე ლეგენდაზე. იცით როგორც ადამიანს ექნება რაღაცა ბედი. რაღაცა გაუმართლებს და აი გაიხსნება გზა. უამრავი სიმღერა მაქვს თბილისზე, ძალიან ბევრი. შესრულებლა კიდეც ვთქვამთ რომ რა კარგია, მაგრამ აი ეს რა კარგია დარჩენილა ესე კარგად. ეხლა მართლა მალე მინდა გამოუშვა ჩემი 30 სიმღერა, ერთად უფრო მეტი მაქვს, მაგრამ თბილისზე, ჩემს საყვარელ ქალაქზე. ჩემთვის ეს დღესასწაული არის აი საოცრად მნიშვნელოვანიც და ძალიან საყვარელი. იმიტომ რომ ჩემთვის მშობლიური თბილისი წარმოიდგინეთ, დავიბადე საკონცერტო დარბაზის უკან, რომ სამშობიაროა. გავიზარდე რუსთაველის პროსპექტზე. მარჯვნივ იყო, რომ გამოვიდოდი სადარბაზოდან ოპერის თეატრი, მარცხნივ რუსთაველის თეატრი, კინო სპარტაკი, პირდაპირ ლაღისის წყლები და ასე შემდეგ. ახლა ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. ჩემი საყვარელი კონსერვატორია, რომლის 2 ფაკულტეტი დავამთავრე. ასე რომ ჩემთვის ძალზე ძვირფასია, რა თქმა უნდა, თბილისი. სულ არ მიმიქცევია ყურადღება, რომ ეს სიმღერა იმდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ესე გაშლიდა ფრთებს და შემოიფრენდა არა მარტო საქართველოს, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანას. იმიტომ რომ სად არ ყოფილვარ და ისეთი კურიოზული ისინი ყოფილა, ერევნის ტელევიზიამ მიმიწვია, არა მეორე ლეგენდის გამო. ისე მიყავი და შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლებმა მიმიწვიეს მოედანზე, ერევნის მოედანი, რომელიც არის ძალიან პოპულარული ქალაქში, რესტორან არმენიაში. აი ის იყო, რომ შევდგი იმ რესტორანში, ფეხი და ორკესტრი უცებ უკრავს მეორე ლეგენდას. გავჩერდი კარებში და ვუღიმე ეს პირი მაქვს გაღებული ყურებამდე, რომ ვიფიქრე მიცნეს ალბათ და იმიტომ უკრავენ. ესენი მიყურებენ, თან უკრავენ და თან ძალიან სერიოზულად. მე უთხრეს მასპინძლები, ვინც იყვნენ, რომ აიო, თქვენ რასაც უკრავდით, იმის ავტორიო ზის აქო და მთელი ორკესტრი წამომიდგა, მთელი დარბაზი, ვინც იყვნენ, იქ წამოთქვნენ და დიდი ამბით აი ასე იყო, სად არ ვიყავი და სად არ მომისმენია ჩემი სიმღერა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მოვისმინე გავგიშდი პირდაპირ, ქალი მღეროდა საოპერო ხმითთან. ნუ რა ვთქვა, ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი და ამიტომ მაიჯაბუარო არა, პატარა მაიკო ჯაბუკა, ეს ალბათ ესეთი პოპულარული არ გახდებოდა. თან მაიკო გამოვიდა ისეთ გადაცემაში, ახალი წელი მოდიოდა 74 წელი. მაშინ მოვისმინენ მაიკოს ნამღერი, იმიტომ რომ ნუცა ჯანელიძის დედა შემხვდა და მითხრა ისეთი პატარა გოგონა მყავს და ისე კარგად მღერისო და თქვა რატომ მღერის მეთქი მარტო. ეს მე დუეტად მაქვს მეთქი დაწერილი. და მითხრა რომ რას ამბობ ის სიმღერისო რომ მეორე ხმას ვერ მოგწევდითო და აი მაშინ მოვისმინე აი ეს გადაცემა რო იყო და მართლა არავის ვერ შევადარებდი. როცა ჩახრება ჭადრები ლამპიონ
ნების ნატება შენი წარსული ქალაქო მე თვალწინდა მეხატება ზღაპარია თუ ნამდვილი ვინ მოიგონა ვინიცის არის მეორე ლეგენდა რატომ დაგერგვა თბილისი რატომ დაგერგვა თბილისი